მე გამამთავისუფლეს 12 იანვარს. დირექტორმა მითხრა, მე შენ გაფრთხილებდი და არ დამიჯერე და მითხრა, რომ სამინისტროდან არის მოსული ბრძანება და ამის საფუძველზე გათავისუფლებთ. როგორ უთხარი, რომ საიდან რა ხდება, არაფერი სამინისტრო ყველაფერი იცის, ვინ რას ჭამს თითოეულ ოჯახში, ბავშვიც კიო. ნუ მოვაწერთ ხელს ბატონი ვიძინას მოქალაქეობაზე, იმიტომ რომ ეს არის სკოლა და თქვენ არ გაქვთ უფლება და ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, ეს იყო ჩვენი სულიერი მდგომარეობა იმისა, რომ ჩვენ გვერდში ვედექით ამ ადამიანს. სამინისტროს ბრძანებითო რამოდენიმეჯერ გამიმეორა ესე. მიზეზი მითხრა ის, რომ მე ვიყავი პოლიტიკურად აქტიური და ეს პოლიტიკურად აქტიურობა ჩამითვალა იმაში, რომ ბატონი ვიძინას შესახებ ესე ვთქვათ მოქალაქეობასთან დაკავშირებით ტექსტი დავწერე და ამ ტექსტზე მასწავლებელმა ხელი მოაწერეს. გამოვიდა თვითონ რესურსების განყოფილების უფროსი ასე თქვა ბატონი გივი გაგინიძე და ეს ტექსტი დაუდევი თან მაქვს ახლა ეს ტექსტიც და სხვათა შორის მის შვილსაც ხელი აქვს მოწერილიზეთ დაუდე წინ და წავაკითხე რომ რა იყო ამაში პოლიტიკური მე ვუთხარი რომ ეს არის თითოეული ჩვენთაგანი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამეთანხმა და კიო გეთანხმები არაფერი არის პოლიტიკური სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ახლა ყოფილა პოლიტიკური ეს მითხრა უშუალოდ დირექტორმა მაგრამ ამას უმე შენ ვერ ჩაგიწებ ბრძანებაში რომ განთავისუფლებისო და რაღაცა აბსურდული სისულელეები და ვერც იქ დამისაბუთა გამანთავისუფლა ესე ვთქვათ ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე. რეალური მიზეზი ის იყო რომ აქტიური ბიზნეს მიმართ რომ მოვითხოვეთ მოქალაქეობის აღდგენა. მე ვუთხარი რომ სხვანაირად მე ვერ მოვიქცევი. მე ბოლომდე დაუჭერ ხარს. სკოლის დირექტორმა დამიძახა, დამებარა და მითხრა ჩვენ რომ ზემოდან დამირეკეს რომ ან თქვენ უნდა გაგანთავისუფლოთ, ან მე უნდა წავიდე სკოლიდან. ან თვითონ დაწეროს განცხადება. მე არ დავწერ მე ვუთხარი არაფერ განცხადებას არ დავწერ. მოიქეცით ისე მე ვუთხარ როგორც ინდისმა გიკარნახოთ რატომ ვერ მცემს პასუხს მე ასე მგონია რომ პოლიტიკურად განსხვავებული აზროვნება და ეს პოლიტიკურად განსხვავებული აზროვნება მართლა აკრძალულია ამ ქვეყანაში თუ აკრძალულია ჩაწერონ ამ კანონში და რო წავიკითხავ რომ აკრძალულია დავანებებ თავს მე ეს ზუსტად ანალოგიური შემთხვევა არის მეც ასე დამიბარა დირექტორმა ჩემმა დირექტორმა და მეუბნება რომ ზევიდან დანარეკის თუ წერილის საფუძველზე იძულებული ვარ უნდა გაგანთავისუფლა. აი ზუსტად იგივე მიზეზია რაც გამომცვლელებმა მოგახსენეს ჭირი მე არის რომ ამ დალოცვილ და პატიოსან ადამიანს რატომ ხარის დაჭერას ვაცხადებთ ასეთ უკანონოდ შეუწყვიტეს მოქალაქე კი ბატონო მეტი არაფერი პრობლემა აქვს სხვა მიზეზს მე ვერაფერს ვერ ხედავ. ეს არის და ეს